მთავრობამ უნდა აგოს ხალხის წინაშე პასუხი. ამდენი პატიმარი, ამდენი მოკლული ახალგაზრდებზე ვინ აგო პასუხი? ამდენი მკვლელობა მოხდა, ვინ დააპატიმრეს? ეს ეკლესია და სამღვდელობა ჩვენი დასაცველი გახდა. ხალხით, ჟურნალისტით, ყველა ერთ დააპატიმრებს მთავრობა. 10 გამოვალთ, 10 დააპატიმრებს 100 გამოვალთ. არ გავჩერდებით, დაგვიბრუნონ ჩვენი არჩევნები და უფლებები. პრეზიდენტის არჩევის უფლება ვინ ჩამოგვართვა? ვინა ივანიშვილი მისი ხროვა შეყარა პარლამენტში და მის ჭყვაზე აბრუნებს როგორც დაბნეულ ჭიანჭველებს. ეს რე უნდა გაირღვეს, უნდა გამოვიდეს ხალხი, განათლებულმა საზოგადოებამ უნდა თქვას სიტყვა. ყველა გაუნათლებელი და სულელი როგორ პარლამენტში მოხდა, როგორ მოხდა მთავრობაში, ეს უნდა აგოს მთავრობის წევრება ყველა პასუხი. ყველა გაუნათლებელი და სულელი როგორაა მთავრობაში, ყველა განათლებული აგერა გარში. ვიღაცამ ხომ უნდა აგოს ბოლო-ბოლო პასუხი. პრეზიდენტი ვინ გახდა? ფეხბურთელი? იურისტი ვარ, მე არ მომითხოვია პრეზიდენტობა. გადადგეს პრეზიდენტმა სასწრაფო თქვას უარი თავის თანამდებობაზე. ეგ პრეზიდენტი არა, არც პრეზიდენტი ყოფილა ისა რა ქვია. ივანიშვილის დროს მოსული 3 პრეზიდენტი მე არ ვთვლი პრეზიდენტად. ყველა არის ივანიშვილის მონა. სააკაშვილის მემრე, შემდეგ ჩვენ პრეზიდენტი არ აგვიჩვენია. ყველა იყო ივანიშვილის მონა და ჩვენ მონების ქვეყანაში არ ვიცხოვრობ. შორს რუსეთი ჩვენგან. საქართველოს ახალგაზრდების მწამებლები ჩვენ არ გვჭირდება მეგობრად. ივანიშვილმა რომ განაცხადა, ჩვენ დიდმა სახელმწიფომ გამოგვაცხადა პატარა ძმათა მეგობრად. ჩვენ რუსეთის მეგობარი არ ვართ. ჩვენ არ გვჭირდება ჩვენი მკვლელი რუსეთი. ბუჩანდის იყო აფხაზეთი, ბუჩანდეს იყო გორი. ვინ მალავს? ვის ბოდიში უნდა მოუხადოთ რუსებს? არ გვჭირდება რუსები. ერთა სამუდამო ჩვენგან შორს. დაანებო ხალხთავი, თავისუფლება უკანონო პატიმრებს, სამშობლოს ცვლელებს თავისუფლება. გამოვალთ მთელი სოფლებიდან ხალხი, დავდგებით ფეხზე. რამის არ გვეშინია, სახელგვას ვასახელებ. ჩემთან აგონ პასუხი. ამდენი ადამიანი უგზო-უკლოდ დაიკარგა, ამას ვერ ცავს მთავრობა? ივანიშვილის უშიშროებას რომ დავალებულია საწოლში რომ იღებენ ხალხს. ის გადაიღონ საწევი და ამდენი დაკარგული ადამიანი. ხოლმე პირბადიანების შვილები დაიკარგონ. ვინ უნდა აგოს ამათთან პასუხი? გადაუღი ამ ბაღნებს. ამათი შვილები რომ დაიკარგონ, ამათ ვინ უნდა გასცეს პასუხი? ჩვენ უნდა დავიცავოთ ესენიც. ჩვენ ვიცავთ ადამიანებს. თითოეული ადამიანის პრინციპებს, ესეც ჩვენია, პოლიციაც და ესენიც. ვის წინააღმდეგ გამოდიხარ ივანიშვილო, ერთა სამუდამოდ გადადექი, მოცივდი საქართველოს. ჩვენ არ ვიცხოვრებ ალიევის აზერბაიჯანში. ჩვენ ვართ საქართველოს ქართველები. დაიმახსოვრეთ, კმარა ამდენი, კმარა გამოვდივართ ხალხი.